მე ისე ვატყობ, რომ გაღიზიანებული რუსეთი, საბჭოთა რუსეთი იგულისხმება, რომელმაც თვალყური ადევნა 15 მოკავშირე რესპუბლიკას 70 წლის მანძილზე და სამწუხაროდ ჩვენ ჩამოგწერა. და თქვა, მოვა დრო რომ ამ ერს დავასჯებინებ მხოლოდ ქართველების მეშვეობით. დღეს ეგ მიდის. დღეს ქართველი იჯება ქართველით. ქართველს არ ჯის, არც სომეხი, არც თათარი, არც ირანელი. მოკლედ, გარედან მტერი ჩვენ არ აგვიჯის. უფრო მეტი, არც რუსი არ აგვიჯის ჩვენ. ეს ოსეთით ჩავაბარეთ ჩვენ, ისეთი კარგი სპექტაკლები დაიდგა, ეს აფხაზეთიც გადავაბარეთ, პირდაპირ ხონჩით მივართვით რუსებს. რა ომი გააჩაღა სააკაშვილმა? ეს რა ჩანაფიქრი იყო? რატო დაიწყო ომი ეგა? ვინ უთხრა ომი დაიწყე? რა ომს იწყებ? რატო იწყებ? ვისთვის იწყებ? აცალე დაელოდე, დააკონსერვე. შენ ძალი დგინდა, ომი დგინდა, ოსები შემოიერთო? ეს ხომ არასწორი ნაბიჯი იყო. არასწორი ნაბიჯია, ესე იგი ვიღაცის მითითებით მოქმედებ. მე არ ამჯერა, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი არის სააკაშვილი პოლიტიკური, თქვათ, ლიდერებისაგან. ეგ თლიანად ვინც დასვა იმას ემორჩილება. ჭირვეულოვნებას გვეთამაშება, მაგრამ საქმეები მე მიდასტურებს მეორეს. ამ კაცმა ყველაფერი საქმეებით გვაჩვენა, რომ ეგ დგას რუსეთის სამსახურში. არა დგას ეს ამერიკისა და ევროპის სამსახურში. არაფერი ჯერ ევროპულ, ამერიკული მან არ გაკეთებული. მაშინ როდესაც რუსეთში შედის რაღაცეები. ესე იგი როგორი რაღაცა იცი, მოიცა, ჯერ მე უნდა ვიყო დემოკრატი, რუსეთი. ლიდერი ეს არის და შენ ვერ დაგაყენებ ლიდერად? და ეს მართლაც ჩანს. მე ვარ პირველი. დემოკრატია თუ დაიწყება საბჭოურ სივრცეში, პირველი ეს რუსი უნდა იყოს. თუ რუსმა არა იყო დემოკრატია, მე ვერ წარმომიდგენია ვინ გახდება დემოკრატი ყოფილი ესენგედან. აი არც ბალტიისპირელებში შესული ეგა. ეს მან გარიგება იყო პოლიტიკურ ლიდერებს შორის მაგ წყალზე და ეს პირდაპირ გაგებით ხელი მოწერილი იქნა და დაუთმეს. ეგ ხო ვიცით ჩვენ გარბაჩოვი რო შეხვდა იმას იცით ეგა და აი ბალტიისპირელები კარგი დაიბრუნა ევროპამ ბალტიისპირეთი. ხო რაღაც იმიტომ რომ ეგ მართლა დაიპყრეს 100%-ით ომის შემდგომ. ასე შეიძლებოდა მთელი რიგი ქვეყნები დაეპყრო რუსებს ომის შემდგომ პერიოდში, მაგრამ არ მიცა ევროპამ ამის უფლება. იდეოლოგიურად დაპყრობილი იყო აღმოსავლეთ ევროპა. ვინაიდან იდეოლოგია დაიმსხვრა, ბუნებრივია რომ უნდა განთავისუფლდეს. ტერიტორიულად არც პოლონეთი იყო დაპყრობილი, არც უნგრეთი, არც ჩეხოსლოვაკია, არც იუგოსლავია, არც ბულგარეთი. ტერიტორიულად. აი ბალტიისპირეთი ტერიტორიულად დაპყრობილი იყო. ამაზე ააღებინეს ხელი და სწორიც იყო. მაგრამ საქართველო ტერიტორიულად დაპყრობილი არასოდეს არ ყოფილა. ეს თავისი მით შეეტენა რუსებს 200 წლის უკან. და აქ ევროპული რაღაცები დაიწყო აგერ უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მანამდე არ იყო ეგრე 200 წლის უკან ევროპას და იმებს ეს პრეტენზიები არ ქონია გაერთიანებები და თელი რიგი რაღაცეები. ჩვენ დაგვიანებული ვიყავით რა, მაგ ხრივ დიდი ხნით ადრე სად იყო ევროპა სულ სხვა რაღაცაში იყო, ჩვენ რო შევეტენეთ რუსებს. სხვა პრობლემა ქონდა, ეს იწყებოდა მე-15 საუკუნიდან. ამიტომ ბალტიისპირეთი კი მეორე მსოფლიო ომის მერე წაიღო რუსებმა. ეს ცნობილი ამბავია. ანამდე ცალკე იყო ხა ევროპული მასში შედიოდა. ის რაც ტერიტორიულად რუსებმა დაიპყრეს, ის დააბრუნებინეს უკან და სწორია, მაგრამ რაც იდეოლოგიურად დაიპყრეს, იმას შენ ვერ დააბრუნებინებ, სანამ იდეოლოგია არის საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში იდეოლოგია სანამ იყო, აკე ვერავინ ვერ გავიდა იმ ქვეყნიდან. ვერც უნგრეთი თუ გახსოვთ და ვერც პრაღის ისინი გახსოვთ. ტანკები შევიდა იქ. როგორც კი საბჭოთა კავშირმა იდეოლოგიაზე ვარი თქვა, მარქსიზმ, ლენინიზმის, კომუნისტურ საზოგადოების მოწყობაზე ვარი თქვა, ავტომატურად ეგ ქვეყნები გავიდა გარეთ. შეუერთდნენ ვარშავის ხელშეკრულებიდან გავიდნენ ნატოში. აი უმტყივნეულად. ვერც ვერაფერი ვერ გააკეთა. მაგრამ საქართველო ისევ დარჩა რუსულ სივრცეში. ეხლა აქ ვინც დარჩნენ ამ სივრცეში, გადახედათ რას თამაშობენ. ვიღა დარჩა მანდ. ესე იგი 15-ს გამოვაკელეთ 3, დარჩა 12. 12-დან ეხლა გადახედეთ, ვინმე, აი რამე მოხდა, ვინმე პირველი არის დემოკრატიული დროშით რო დადის? არ შეიძლება იყოს კანონზომიერებიდან თუ ამოვალთ, რომ ლიდერი ვინც არის, ჯერ ის უნდა გახდეს დემოკრატი. ამიტომ ჯერ რუსები და მერე რუსებთან ერთად ყველას უნდა გადაედოს. ჩვენი პოლიტიკური სიბეცე იცი რაში მდგომარეობდა? ყველაფერს დავასწარით. არ იყო ეგ სწორი. ჩვენ უნდა დავლოდებოდეთ ვისთანაც ვართ. იდეოლოგიიდან ჩვენ გავედით, იდეოლოგიიდან, სიტყვაზე ვიძახი, იდეოლოგიურად ვიყავით რუსეთთან, მაშინ ტერიტორიულად ჩვენ დაპყრობილი არ ვიყავით. და ვერ გაგვანთავისუფლებდა რუსი. იმათ სივრცეში ვზივართ. 200 წელია მასთან ვართ. ეს ქართველებს უნდა სწოდნოდათ და ძალიან მაღალ დონეზე უნდა ემუშაოთ ამ საკითხებზე, რომ მინიმალური დანაკარგებით ყოფილიყვნენ ურთიერთობაში რუსებთან. ეხლა კი ჩვენ ბევრი დავკარგეთ, ხომ? აი, მოკლედ, რუსები ყველაზე მაგრად უნდა იყვნენ გაბრაზებული ბალტიისპირელებზე.
რატომაც მაგაზე გესელს კი არ ამთხევენ. მთელი ის აქეთკენ არის ამ ქართველი რა გახდეს საქართველო ხო? სულ აი პირველ ადგილზე საქართველო ყოფილი, ყველაზე ბუნტავში კი და ყველაზე ის. ამიტომ ეხლა რა თამაშდება იცით? შემოგვიცურეს ისეთი პიროვნებები. ერთს ეგრე უნდა, ანტირუსული განწყობა უნდა. კარგი, მაშინ დავნიშნოთ ისეთი მთავრობა, რომელიც ითამაშებს ჩემთან ანტირუსულს, აიყოლიებს ხალხს და იგივე ეს მთავრობა დასჯის ქართველ ერთს. აი ეს მიდის დღეს საქართველოში. ანტირუსული გამოხტომების გამო ისჯება ქართველები და ამას ჯის ჩვენი მთავრობა. აი ეს არის იმდენად პარადოქსალური და იმდენად სიღრმეებში წვდომის, რომ შეიძლება არც დაიჯეროს ბევრმა. ამაში მონაწილეობს ყველა ოპოზიციონერი და ასე იწრიტება ქართველების ფსიქიკა. ამიტომაც თქვი, მთავრობა სააკაშვილის აქ ერთი დანიშნულება. ქართველი ერის დასჯა მეთქი. სულ ამას ვიძახი. სხვადასხვა კუთხით, ფორმით ანალიზს ვაკეთებ. მაგრამ ამის ფუნქცია მართლა დასჯა არის. ასე სასტიკად ადამიანს უსწორდებოდე. მხოლოდ იმიტომ, რომ გეუნება დემოკრატია არ არისო. არ არის. კაი ბატონო. რა მოხდა? დაიჯერე. იზოლაციაში მოთავსე და ხელი არ დააკარო მას. ისე ყავდეს რა ცოტა ხნით. რადგან ესე გამწარებული რტყმა, როცა ადამიანს მაგრა ურტყამ, ეს ხილებული ხარ იმაში, ის რასაც გეუნება სწორია. აბა ესე რატო უნდა გალახო? ხო თუ გეუნები მე შენ დემოკრატია არ ახარ და მე მცემ, ადასტურებ რომ მართლა არ ახარ დემოკრატი. არაფრით არ შეიძლება დემოკრატი იყო და მცემდე. ეს ეწინააღმდეგება თვითონ დემოკრატიის არსის გაგებას ადამიანის შესახებ. რატომ მირთყამ? იმიტომ რომ დემოკრატიული მართვა არის კანონებით და ვერბალური. სიტყვით შეგასმენ. პოლიციელსაც არ აქვს უფლება დემოკრატიულ ქვეყანაში, არ სცემენ, არ შეიძლება აქცემა. რას აკეთებენ? სიტყვით უნდა დაკითხვის დროს მთელი რიგი მეთოდებია რაღაცა რომ გაღიარებინო შე რომ დამნაშავე ხარ. თუ არა ხარ დამნაშავე, დამტკიცდება და გამოხვალ, მაგრამ არანაირი უფლება არ მაქვს შენი ცემისა. ეს ადასტურებს იმას, რომ მე დემოკრატი პოლიციელი ვარ და სასამართლო წარმომადგენელი. აქ არ ხდება ეს. ამიტომ ვიძახი, კაცი გეუბნება არ ახარ დემოკრატი. შენ მირტყამ და მირტყამ. რა არის ესა? დემოკრატიული მეთოდებით არის ესა მოდგომა ფიზიკური, გადადიხარ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მეტი არსენალი არა გაქვს ურთიერთობისა? დემოკრატიული წყობა იცით რა არის? ადამიანების ურთიერთობა ლოგიკურ ვერბალური ოპერაციები. ფიზიკური მეებით არ ხდება. დემოკრატიული ომი იცით რა არის? დემოკრატიული ომი არის არა ტოტალური განადგურება ქვეყნისა და სახელმწიფოსი, არამედ იმ პიროვნებების ალაგმა, რომლებიც ხელს უშლიან სათავეში, ესე იგი, ხალხის დემოკრატიისაკენ სვლას. და სხვანაირი ომი არის. და საქართველოს მაგალითზე, რატო ხდება ეს, როცა ვიძახით? დიდი შურის ძიება ხალხნო. როდესაც დაიწყო გარბაჩოვის გამოსვლები, მე მგონი მარტო კავკასიის ორ რეგიონში მოხდა ესა. საქართველო, აზერბაიჯანი გონებაზე მომენტალურად მოეგო. მაგრამ საქართველო ინერციით რო დაიწყო, დღესაც აგრძელებს. და რაღაცა მოდაში არის რუსების გინება, გაუთავებლად და როგორი შემეცნებული არ არის, რომ ქართველი ერი კი არ აგინებს, სიტყვაზე ვიძახი რუსებს, აგინებს მთავრობა. რატომ აძლევს შენ ისეთ პირობებს, რომ ანტირუსული განწყობა მქონდეს? ამავე დროს ანტირუსული განწყობა რომ გაქვს, ბუნებრივია მე უნდა მირტყავდეს რუსი და ეგ არ მირტყავს და მირტყავს შენ. ჩვენ ხომ ყველას ანტირუსული განწყობა გვაქვს, მე აქცეთ ყურადღება ლოგიკას. ესე იგი, იმ ქიმერიძე იქნება თუ სულ ყველა საქართველოში, ყველას გვაქვს ანტირუსული განწყობა და მთავრობას აქვს ანტირუსული განწყობა. ჩვენ ესე იგი მტერი რუსი გვყავს. რაღაცა მოხდება, შევეტაკებით მე და ისე მაგრამ მირტყამ მე შენ. ესე იგი, მე ვისჯები იმისათვის რომ მე ანტირუსული ვარ. ამისთვის ისჯება ყველა. ქიმერიძეც მაგიტომ დაისაჯა. ქიმერიძე დაისაჯა იმიტომ რომ ანტირუსული პიროვნება არის. ურტყავენ ყველა ქართველს მხოლოდ იმიტომ რომ ანტირუსულია. ამას ვინ აკეთებს? ღმერთიდან მოდის ეს ყველაფერი და რუსებმა რა კარგი პოზიცია მასაქნეს. მე არ დაგჯი? დაბოღმილები ხო არიან ქართველებზე? აგერ საქართველოს მთავრობა დაგჯის შენ. მეგობრებო, თუ ანტირუსულში ვართ ჩვენ, რატო ვახარებთ ახლა რუსებს, რომ რუსების საქმეებს აკეთებს ქართველები? რტყმა ახლა რუსეთიდან მოდის და არა ამერიკი. არანაირად ამერიკელები და ევროპელები და დემოკრატიული ქვეყანა არ წაახალისებს მთავრობას, რომ ყველაფერში ურტყი ადამიანს. საჩივრად დააკვირდეთ, რუსებთან კი არ გარბიან ქართველები, ამერიკელებთან გარბიან. რატომ? იციან რომ ამერიკის გაგება ადამიანურ ურთიერთობაში არ ეფუძნება ძალადობას. მაგრამ არაფერი არ გამოდის. ესენი უთქისებენ არ გვიცემია და სულ ესმის და ამაზე სუგიჟდებიან. რუსები კიდე უყურებენ შორიდან და დამკვირვებლები არიან. მოკლედ, რამდენხანს გაგრძელდება რუსების მიერ ფსიქოლოგიურად დასჯა, ხოლოდ საშუალება იარაღი ქართველი მთავრობა. რამდენხანს გაგრძელდება ეგა? სანამ ქართველი ერი აზე არ მოვა. მე ვფიქრობ, ამიტომ სუმცირე რო შერჩერდეს აი ესეთი დასჯა, ქართველებმა ანტირუსულ განწყობაზე ხელი უნდა აიღოს. ისე არაფერი არ გამოუვათ. სულ დასჯილი იქნებიან და მთავრობის მიერ. აი ეგენი გააძრობენ სიქას და აგერ 8 წელიწადია ხო აძრობს სიქას.
ორ არ თქმა და რასაც ემატყება მიდის, ხო? და დააკვირდით, მთავრობა კი ძალიან კარგ განწყობაში და ურთიერთობაში არის რუსებთან. ესე იგი, ომი რო დაიწყო, არ შეხებია არც ერთ მთავრობის წარმომადგენელს და არც ერთი მთავრობის წარმომადგენელი, არც შვილი, არც ნათესავი არ შეწირვია ომს. დაიხოცა ხალხი. ეს როგორ ხდება ესე? ბომბები ცვიოდა და ერთი მაინც დაიჭერას ვინმე, აი მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე, ან პარლამენტის წევრი. არავინ. არც ერთი მღვდელი. ახლა ამ კანონზომიერებას თუ არ უწოდებთ კანონზომიერებას, აბა რა არის ეს? და არა გვაქვს უფლება ამით ჩვენ თქვათ, რომ რაღაცაშია საქმე. რუსი გვისჯის ჩვენ, მაგრამ არა თავისი ხელით. ისეთი პირობები შექმნა, ისეთნაირად წარმართა სამუშაოები, რომ ქართველი ერი იჯება ქართველი მთავრობის მიერ და ქართული დროშით და ტყავს აძრობს ეკონომიკურად. თუ ხმას ამოიღებ, მოგიცვიდებიან, გირტყამენ. აი რა ვიცი, ახლა ცემატყებებს ხო უყურებენ რა? ყველაფერი მიდის რუსეთთან და გადაყრილი გადმოყრილი არის ხალხი. თან მკაცრად ჩაკეტილი არის. უფრო მეც გეტყვით, რუსეთთან საზღვარი ვინ ჩაგვიკეტა? ქართველმა მთავრობამ. ესეც დასჯა არის. აბა რუსი რო ყოფილიყო სათავეში და დაეკეტა, დავაბრალებთ, რატომ იკეტავ? ნახეთ? ქართველი მთავრობამ დააკეტინა რა საზღვარი. ქართველი კიდე მთავრობა უხსნის რუსებს საზღვარს. აი რა თამაში არის ეგა? რა და ვინ იგებს აქა და ვინ აგებს? მოსახლეობა, ქართველი მოსახლეობა წაგებულშია. რუსეთის მოსახლეობა მთლიანად მოგებულში არის. რუსეთის მოსახლეობისთვის ქართული საზღვრები გახსნილია, ქართველებისთვის დაკეტილია. შურისძიებას არ აქვს ადგილი. რატომ ვისჯებით და რომელი შურისძიებას? განვლილი 20 წლის უკან, რაც დაიწყო საშინელი ანტირუსული ისტერია, არც ერთ რესპუბლიკაში მსგავსი რამე არ ყოფილა. არც ერთ ყურპანა აზიურ იმაში ანტირუსული ასეთი გამოსვლა არ ყოფილა, რომ მსოფლიოს იმას თვალწინ დაგვენახვებინა რუსეთი რა საზღარი ტიპია, დავრბოდით ამ კომისიებზე, ამ იმეებზე 9 აპრილი ტვინი ამოვჭამეთ ყველას და ყველაფერს, ხო? ვინ არ დაჯდა? მოკლედ, არავინ არ ყოფილა პიროვნება, რომელსაც ფასება მიეცას ცოტა სხვანაირი. ესე იგი, თლიანად ეხლა რო ინტელიგენცია ისჯება, აი ძველი ინტელიგენცია, აი სწორედ ეგენი იყვნენ, რომ დარბოდნენ ევროპულ იმეებში და არიქა, სადაც ხმა მიუწდებოდათ ლანა ღოღობერიძე, აი რუსებმა ეს გაგვიკეთეს. რუსებმა განაიძახდნენ კომუნისტურმა იდეოლოგიამ გაგვიკეთა ეს. რუსებმა გაგვიკეთაო. ძინდი მნიშვნელობა აქვს. მე თუ ვიტყოდი, აი სისტემა კომუნისტური იდეოლოგია. რუსები არ ფეშვაში არ არის. რუსებიც ამ იდეოლოგიისა და სისტემის მსხვერპლი არიან და ეს სისტემაა, რომ ადამიანს აიძულებს მე დამსაჯოს. ამიტომ ჩვენ შეუტევდით თეორიას, იდეოლოგიას, რაც ეს იდეოლოგია იყო ყველა სფეროში, SSR-ის ყველა იმაში. და ჩვენ კიდე ნახეთ, ქართველი რო გონიერი არ არის და ფილოსოფიური ტვინი არ აქვს და არც დიპლომატიური აზროვნება არ აქვს. პირდაპირ ადამიანზე ანთროპო დამნაშავედ დავსახეთ რუსი და შეეხო რა მას იმას დაელოდა თავის მომენტს. აბატონო, ნახეთ რა გააკეთა. შემოაგდო ეს ისენი და ეხლა ვითომ დემოკრატია არის, ეჯიბრებით დემოკრატიაში და რუსეთში მეტი დემოკრატია არის, ეხლა ვიდრე საქართველოში. ყველა სფეროში, ხელოვნების სფერო რო გითხარით, ადრე არ შეხებია, რელიგიური შიზოფრენია ისეთი არ არის რუსეთში, მე მაგალითად ესეთი ის არ მინახია იეღოველებისა და იმეების ხმალაობა. თოხებით, რაც ვნახეთ თქვენ 2004-ში საქართველოში. და რა ხდებოდა მანამდე კიდე. კალავიშვილი დარბის გიჟი კაცივით, არც ერთი რუსი მღვდელი არ დარბოდა და რუსეთის ტერიტორიაზე იეღოველებს არ დაძდებდა. წინსულა არ არის რუსულ ცნობიერებაში, უფრო მაღალი ერის არ არის რუსი? მითხარით, აბა კადრები რომ რუსი მღვდელი დაძდებდეს იეღოველებს, ავტობუსით აქირეებული დაარბეინებდეს ამ გიჟ მრევლებს და ცემატყება იყოს. ეს ყველაზე მეტად დაფიქსირდა საქართველოში და ევროპამ უთხრა, კაცო, მიხედე რა მაგ იმას და ამებმაც იდროვეს შეცვიდნენ იქა და რა საზღარი სურათები იყო. ახლა ამას ხო რუსი უყურებდა. ვინ მოაწყვეტა? აი შეუქონა პირობები რუსებმა. აი ცე მე თქვენ გაჩვენებთ სეირს. თქვენ გაგჩვენებთ კაცს, რომელიც დაგჯით თქვენ. მართლაც ზარზეიმით აირჩიეს სააკაშვილი და იჯებიან სააკაშვილი. ეხლა გამოდიან და მოგვაშორეთ, ეხვეწებიან ამერიკელები დაუნდიტეიტე ზის და ვაშინგტონს ეუნება. არ მოაშორებს ვაშინგტონის სააკაშვილს ქართველ ერს. ვაშინგტონის ხელწერა იცით როგორია და საერთოდ ამერიკელების? ეგენი არ ერევიან საქმეებში ფიზიკურად. ვერც ვერბალურად წამოაქიდან არა. ქართველი ერი რო დაიჭერს თოფებს ხელში, გამოეყოფა ჯარი, გაიხლიჩება ორად ქართველი ერი. წავა სამოქალაქო ომი, თუნდაც ორკვირიანი, აი მაშინ სააკაშვილის ეტყვის ევროპა ჩაერევა. როგორც აი სირიაში. ნახეთ როგორი ხელწერა აქვთ მათ. და ასეთი რამე მანდ არ მოხდება. ქართველი ერი თოფს არასოდეს არ დაიჭერს და მთავრობას თოფით არ გამოიკიდება. იმიტომ რომ მათ ტვინში ფოთლებია კიდე. ფოთოლი არ ჩამოვარდეს და ამ რეგვენებს გონიათ რომ დემოკრატია ის არის რომ აი ვაშინგტონიდან ერთს დაურეკავენ და გადადექი შეიმთავრობიანად.
ასეთი რამის უფლება ამერიკელებს არ აქვთ.